მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემი მშვენიერება, ვნახოთ დღეს ჩვენ რას გიმალავს ის, ხო? რას გიმალავს, რაც არ გეუბნებათ, ეგრევე მზის არკანიც ამომივარ და რაღაცა კაის გეტყვით ასე მითხრა დასტუმდა. ვნახოთ ახლა ჩვენ, პირველ რიგში ამ დასტით მინდოდა გამიკეთებიე მისი სიგნიფიკაცია, მაშინ გავაკეთოთ, ხო, აგერ არის. კი, აქ უკვე მაჩვენებენ, ძალიან დარდობს აქ ადამიანი, რომელიც რაღაც ერთგვარ მანიპულაციას აკეთებდა სხვათა შორის, მაგრამ ძალიან აი აქ შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებით. ან შეიძლება უკვე მელაპარაკება და ასე იგი სწორად ავერჩიე, ოკეი. კაი, მაშინ მოდიო მითხარი, აქ ჩვენ გვაქვს მოკლე გაშლები, ხო ვიცით, ეს სულ გაფრთხილებთ, იმიტომ რომ ახალი ადამიანი გვემატება. გვაქვს ჩვენ არხი, სადაც ვაკეთებ გრძელი გაშლებს, თუ გიყვართ. გრძელი გარჩევები არის ლინკი ვიდეოს ქვეშ, გადაადეთ, იქ არის გრძელი გაშლები. всё. ვინც მე არ მიცნობს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაცე. აბა ვნახოთ, ეხლა ჩვენ მოდით ვნახოთ სიგნიფიკაცია, რომ გავიგოთ თქვენია თუ არა ეს გაშლა, ეხლა რა ხდება ამ წუთში თქვენს ურთიერთობაში, თქვენს შორის რა ხდება? გავაკეთოთ მოკლე სიგნიფიკაცია ეხლა ჩვენ. ეხლა რა ხდება? კიდე მზის არკანი, მაგრამ აქ როგორი მზის არკანია, იცით რომ აქ პირიქით მზე მგონი ჩავიდა. ყველაფერი შეიძლება იყო კარგად და უცბად რაღაც დასრულდა. ანუ საერთოდ როგორ არის, კიდე თქვენ შორის რა ხდება? აქ მზე მაინც არის როგორი მომენტი კიდე, როცა შეიძლება ადამიანებმა თავისი ეგოიზმი გამოაჩინეს. ანუ მე ეს მინდა, არა მე ეს მინდა და გახდა რაღაც გაუგებრობა მოხდა თქვენს შორის რა, იმიტომ რომ შეიძლება ანუ როგორც ბავშვებმა, ხო იცენ, არა შენ არა ხარ მართალი, არა შენ ხარ მართალი, ანუ რაღაც ვერ გაიგეთ თქვენ, ანუ ვერ გაუგეთ უფრო სწორედ ერთმანეთს და აქ შეიძლება მოხდა ზუსტად აი ის მომენტი, როცა ანუ უსამართლობა შეიძლება მოხდა, შეიძლება იფიქრეთ, რომ აი არასწორი ნაბიჯები, აი აქ არის ეს მომენტი, არასწორი ნაბიჯები მოხდა აქ თქვენს შორის. კი და ამით მოხდა გულის ტკენა და შეიძლება როგორიც გულის ტკენა იცით. გოგოებო, აქ თქვენზე არის ლაპარაკი, სამი ნახეთ, სამი დედოფალი. ანუ ნახეთ, აქ თქვენზე არის გოგოზე ლაპარაკი, უფრო სიგნიფიკაცია даже თქვენთვის მოდის რა. ანუ აქ შეიძლება იყოს კიდე როგორი მომენტი. თქვენ აქ მითხრობს რომ აქცენტი გოგოზე გააკეთეთ, თქვენი როგორ წავედით თქვენი ცვლილება. თქვენ შეიძლება ანათებდეთ ყველაფერს უკეთებდეთ, ანუ ეს არის როცა აი მე გული სული ვარ რა, ანუ ბევრი იყავით რა, ძალიან ბევრი ხართ ურთიერთობაში, როცა მზეს შეუძლია გაათბოს, შეუძლია დაწვას, ხო? აი აქ იყო ზუსტად ეს მომენტი, როცა თქვენ მაქსიმალურად აი თითქოს ცდილობდით რომ ყველაფერი გაგიკეთებიათ ისეთი რაღაცაი რომ, ну რა ვიცი, აი კიდევაც დაველაპარაკები, კიდევაც რაღაც აუხსნა, კიდევაც მიყვარხარ, კიდევ ანუ ყველაფერი, აი იმდენად აი გახდით ცენტრი რა სიტუაციაში და შეიძლება აქ გვაჩვენებენ რომ ცოტა არასწორად ნაბიჯი გააკეთეს შენ და ამით მოხდა ეს გულის ტკენა და მოხდა ზუსტად აი შეიძლება უსვა თქვათ ან დაშოვრება ან რაღაცა ეგეთი მოხდა რა, იმიტომ რომ თქვენმა ქმედება მიიყვანა ეგ სიტუაცია იქამდე რომ თქვენ თქვით, აი აქ როგორი მომენტი ისეთ რა, აი მე ვთქვიო, მე ყველაფერი ვთქვი, რაც გულში მქონდა, ავდექი და უთხარი რა, აი ეგეთი მომენტი არის, მაგრამ აქ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ სიყვარულიც არ აქვს დაუშვათ. უბრალოდ თქვენ როგორ ხართ, იცით? ხან ანუ რაღაც სვალებადობა გაქვს ახლა. ხან მიყვარს, ხან არ მიყვარს, ხან მინდა, ხან არ მინდა, ხან აი სწორედ მოვიკეცე, ხან რაზე ვუთხარი, აი ეგეთ სიტუაციაში ხართ ახლა თქვენ ნამდვილად. კი. აი ეგეთი და ეხლა ცდილობთ მაქსიმალურად რომ რამენაერად, ну, აი თქვენი თავი გამთლიანოთ რა, მაგრამ აქ კიდევაც იმას გვეუბნები რომ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი, ძვირფასია და გიყვართ. ну, ვნახოთ ეხლა ჩვენ აი ეს მივიღეთ ეს პასუხი, რა უნდა ეხლა რას მალავს ის, რას არ გეუბნებათ თქვენ ეს ადამიანი, ვნახოთ ეხლა რა უნდა რო თქვათ. ну, შეიძლება არ უნდა რო თქვათ. თქვას ხო? ნახოთ რას მალავს ეს ადამიანი, რას მალავს. რას მალავს ეს ადამიანი, ვისაც თქვენ ალბათ გული ატკინეთ. ნახოთ ეხლა ხა. რას მალავს ეს ადამიანი, აბა რას მალა.
ნუ რას მალავს ეს ადამიანი და პირველ რიგში მალავს იმას, რომ მისთვის ახლა მოხდა რაღაცა, როგორ იცით, აი ეს საუბარი, რომელიც თქვენ შორის შედგა, იყო მაგისის დამანგრეველი, ანუ როგორ არის დარტყმა, ძალიან აი შეიძლება ისეთ როგორ რო გითხრათ, რომ ეს იყო მოულოდნელი მოგატყუები. მე-16 არკანი არ არის ეს მოულოდნელობა რა. მე-16 არკანი არის, როცა უკვე თანახ მე-13 იყო უკვე წინ. ანუ ეს უკვე შეიძლება თქვენ ბევრჯერაც გაქვთ თქვა იმისთვის, რომ არ მინდა ის როგორც არის, ხო? აი მოდის სხვანაირად თქვენ ახლა აქ უბრალოდ არ ამიღო ეს სიგნიფიკაცია. აი ასე გავაკეთებ, კი ბატონო, აი ზუსტად დამჭეკაია. ანუ შეიძლება თქვენ აქ როგორ იყავით, იცით უკვე ბევრჯერ ადამიანს უთხარით რა რაღაც მომენტები, რომ ნუ იცი რა არის, მე ასე არ მომწონს. ეს ცუდი პოზიცია არ არის. საერთოდ აუცილებლად უნდა იყოს საუბარი წყვილში, აუცილებლად, მაგრამ თქვენ შეიძლება ბევრჯერ უთხარით ადამიანს, აი ასე არ მომწონს, აი ასე არ მინდა, ან თქვათ რაღაცა. თან ახლა აქ მართლა იხარ ვთქვათ, ამას თქვენ დიდი ხანია აპირებდით, დიდი ხანია შეიძლება არ ეუბნებოდით, გაიგეთ და მაგრამ აი მოხდა ისე რაღაცა თქვათ ბიძგი მიიღდა, ადეკედა უთხარი, მაგრამ ამისთვის ეს ახლა მალავს შეიძლება სულაც სადღაც გამკრალია ეს ადამიანი, იმიტომ რომ მალავს იმას რომ მისთვის ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა, მაგრამ კიდე ოდნავ დაუბრუნდები იმ მომენტს, რომ ესე იგი როცა უკვე შენ ეუბნებოდი, მაგრამ არაფერს ადამიანი არ ცვლიდა, ხო? და აი ეხლა უკვე იყო თითქოს კულმინაცია რა, იმიტომ რომ მე-16 ენერგია ეს უკვე უნდა გაიგო ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ჩვენ როცა რაღაცა ნიშნები გვეგზავნიან, ხო, რამე ნიშნებს, ხო? და ჩვენ თუ მაგას ვერ ხვდებით, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა კაცი ეკალი რა ბიჭო. აი მე მოდის აი ესეთი სიტუაცია შეიძლება და თქვენთვისაც მოულოდნელად იყო, თქვა თქვენ არც გიტყვიათ ეგეთი რამე, ან თქვა ნუ პატარა აი ნაზად, ხან ისი ხან აი ამისთვის ეს იყო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, კი ბატონო, კიდე. კი. აქ ესე იგი და აი ეს ადამიანი ზუსტად რა, იცით როგორ არის, ეს მაგისტვის იყო და აი რაღაც აი სასწაული რა და მე-16 ენერგია საერთოდ რაც შეება ყოფს რა თითქოს ამ რაც იყო მანამდე და რაც ანუ სხვანაირად თითქოს დაინახა თვითონ ეგ სიტუაცია და უკვე აქ ხდება რა იცით რომ თუ აი როგორც იყო ადრე ხო აი თქვა შეიძლება ეს ადამიანი თქვა მიდიოდა მოდიოდა ხო აი შეიძლება ეს ადამიანი თქვა მოდიოდა მარტო იმისთვის რომ მიიღო თქვენგან რაღაცა თქვა სიამოვნება ხო და ანუ მაგრამ აი აქ თითქოს მიხვდა რომ ეს დამთავრდა ეს ყველაფერი დამთავრდა იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ესეთი ულტიმატუმი თუ არა ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ პოზიციაში დადეკეთ ისეთში რომ ასე ჩემთან აღარ შეიძლება ან რაღაცა ისეთი აუხსენით, რასაც აი მართლა მკაცრად უთხარით რა. იმიტომ რომ ამისთვის დიდი ხანია თქვენ პრინციპში ეს ქონდა დაგროვილი, პროსტა ვერ ბედავდით, ვერ ეუბნებოდით. კიდე რას მალა? კიდე რას მალა? ეს აი როგორც იცით, აი ხან აქ დაგეხმარენ თქვენ სხვათა შორის მაღალი ძალები შემიძლია გითხრათ რა. მაგრამ აი აქ მოხდა მაგან ძალიან აი გულში მოხდა, აი თითქოს როგორი იყო ეს სიტყვები რაც თქვენ უთხარით. აი რა ინტერნეტ რა ინფორმაცია მოდის როგორი რომ აი ხო არის სიტყვები რომელიც მე თვითონაც ვიცი რომ ეს მასეა, მაგრამ მე მაგას გავურბი ვარ. აი ესეთი ინფორმაცია მოდის რა. მე თვითონაც გავურბი ვარ. აი ანუ თქვენ როგორ მოხდეთ იმენა წერტილში რა. იმ ინფორმაციას რომელიც ახლა თქვენ აქ დაჟე შემიძლია თქვათ რომ აი თითქოს ღმერთმა დაგლოცა და თქვა რომ მიდი შვილო რა თქვი უკვე როდემდე უნდა აიტანო ეს ყველაფერი მიხვდეთ და აი ეს მოხდა ზუსტად რომ აი მაგისტრის ეს სიტყვები მე ისედაც ვიცოდე და მაგრამ არ მინდოდა გამიგო არ მინდოდა რა ყველანაირად ეს ადამიანი ცდილობდა რომ აი არა არ მინდოდა თქვათ გამიგო ეგ სიტყვები მაგრამ აი ზუსტად მოარტყით თქვენ ახლა რო იტყვიან 10-იანში რა კიდე რას მალა
კიდე რას მალა და აქ არის სხვათა შორის ეს არის ძალიან გამოსაფხიზლებელი გაკვეთილი იყო მაგისტრის აი ძალიან რა იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო როგორ თავის ციქიაში იჯდა აი აქ არის ესეთი ენერგია ну პენტაკლების რაინდი ეგ ესეთი ტიპაჟი რომელიც ახლა რო გითხრათ რაღაც აი მოქმედებს ჩქარა არა აი ნელი ტიპაჟია რა ნელი ენერგია აი ზოგი რასაც გაიგებს ერთ წუთში იმას უნდა თქვათ ერთი თვე გაიგეთ რა ხდება და აი ეს ყველაფერი იყო მისი ძალიან მაგარი ბიძგი ძალიან მაგარი ბიძგი და აი თითქოს აქ მაღალმა ძალებმა მაგდრო აი ეგრევე შეაგდეს რა რაღაც გაკვეთილში რა ანუ ის რაღაცა გონება გაეხსნა გაიგეთ რა ხდება გონებრივად და მიხვდა მაგან რომ აი აქ მე ჩემი უმოქმედებით ვარ მართლა ბავშვით ვიქცევი რა აი აქ თითქოს გონებაზე და ანუ არ მინდოდა მე საერთოდ აი ხო არის რაღაცა მომენტები როცა თქვენ ну იცით რომ ეს ასე მაგრამ არ გინდათ რომ გამოუწყდეთ თქვენ თავს ხო მაგრამ მე ხდება რაღაც ესეთი მომენტი რომელიც ახლა ну სიტუაცია ადამიანი რაღაცა სიტყვისა და ასე შემდეგ და აი თითქოს აჰა всё უკვე ვეღარ მალავ რა აი ამ სიტუაციას კიდე რას უმალავ ამ გოგოს კიდე რას უმალავ ამ გოგოს კიდე რას უმალავ ამ გოგოს შენ ნებაი ამით რა გინდა რომ მითხრა აქ ну აქ როგორი სიტუაცია იცით რას უმალავს ეს ადამიანი რას გიმალავს ეს ადამიანი რომ ანუ თითქოს შენ ხარ აი მთელი ჩემი სამყარო ანუ აქ როგორ არის იცით აი ერთად ვცეკვავთ მაინც აი თითქოს როგორ არის იცით ორნი ვართ მაგრამ ერთი ანუ ესე იგი როგორ არის რა საინტერესოა მოიცადეთ აი ყველაფრის მიუხედავად შეიძლება ეს ადამიანი რომ დამშვიდდა ხო მე მაინც მიხვდა რომ აი ერთად ვართ რა აქ რაღაც ისეთი საინტერესო მომენტი არის და ერთად მაინც მინდა რომ ერთად ვიყოთ იმიტომ რომ აი აქ ადამიანი არის პატარა ბავშვი თქვენზე მიჯაჭვული ძალიან აი ისეთი და ეშინია ამას ამ მიჯაჭვულობას ეშინია თან უნდა თქვენთან გაიგეთ თან ეშინია მაგას ახლა აქ რაღაცნაირად რომ აი ვერ ხვდება თვითონაც რა ხდება მის თავს რა აი იცით როგორ არის ამას ხოთა შორის სადღაც უნდა წასვლოთ თქვენ რო იცოდეთ მაგრამ აი არ არის გადაწყვეტილი მიღებული მაგრამ რაღაცას ფიქრობ სადღაც წასვლა უნდა მაგას და შეიძლება даже რას ფიქრობს იცით მე რო იქ რო წავალ შენთვის იქნება ეს კარგიო რა ანუ ან ჩვენთვის იქნება ეს კარგი და მე ну ეს თვითმოტყუება არის რა თქმა უნდა ამას საუზომოდ განიცდის ეს ადამიანი მაგაში ესეთი ბრძოლა მიდის რომ რა გითხრათ აქ მოკლედ ეს ადამიანის აი უკვე ანთება მგონი ემართება ადამიანს ეს ადამიანი რას გიმალავს იცით შეიძლება აი თვითონ არ უნდა თქვენგან წასვლენ რომ თქვენზე ძალიან არის ეს ადამიანი მიჯაჭვული მაგრამ ფიქრობს ეხლა რომ ანუ ეს უნდა დავასრულო რა და უნდა წავიდე სადმე რომ აი ну ალბათ ეს თავისი ჭკუით ფიქრობს რომ ვითომ ეს კარგი იქნება მაგრამ აქ ვეუბნები რომ ეს არის თვითმოტყუება და ეს საერთოდ მაგან ძალიან კარგად აქ არის როგორი მომენტი ან თუ მე ეს არჩევანი გავაკეთე შეიძლება ან ну დავკარგავ რა ამ ყველაფერს რა ხო მაგრამ აქ ამბობი აი ძალიან რაღაც თვითონაც ის რომ ეს არის სისულელე კიდე რას მალა ну აი იცით როგორ არის აქ შეიძლება არის კიდე ფინანსური მდგომარეობა რაღაც პრობლემატური მაგისი მაგრამ მეორე კიდე აქ რას მალავს და ის რომ აი უთქვენოდ უფრო ცუდად არის ვიდრე როცა თქვენთან არის მოდით ასე რომ ვთქვათ რა მაგრამ ამას მალავს ამას ვერ გეუბნებათ რა შეიძლება გეუბნებათ ზოგს მაგრამ აი ზუსტად ეს არის რომ აი თითქოს კიდე რას მალავს შეიძლება აი ეს პრობლემები ჩემი სულ ყველაფერი რაც კი აქ არის მეჭწამი
არა, არა, შეცდომა. არასწორად მიმასქენია. ნახეთ, ნუ აქ რაღაცა ის უცბად მოვიდა, მაგრამ მითხრეს, რომ არა, მასიც არ არის. ესე იგი, ნახეთ, ამას აქ რაღაცა იმისთვის, რომ მე ვიყო ბედნიერი, ხო? ამას მე მჭირდება რაღაცა აქ ფინანსები. მე მეთქი ვიფიქრე, თქვენგან ხო არ უნდა მაგას რამე, გაიგეთ, რომ თქვენ ახლა ამას ფული მისცეთ. არა. მეუბნება, რომ არა, ნამდვილად მაგას მე ისეთი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემი აი რას ლაპარაკობ, აქ სისულელეს მე არც ვიზავ. მე ნამდვილად თუნდაც ახლა ეგეთი აზრიც კი არ მომსლია მე დაუშვოთ, აი აქ ესეთ რამეს მეუბნება, რომ ნამდვილად მე არა ეგრევე მეუბნება, არა, ეს არის აი არც მეოცნებია, რომ რაღაცა მაგისი ხარჯით ჩემი სიტუაციები შემეცვალაო, არაო. აბა რა გინდა? ამას უნდა თქვენი არა. მაგას ერთ-ერთი თქვენგან რა უნდა სიყვარული, თქვენ რო იყოთ მის გვერდზე, იმიტომ რომ აქ არის ძალიან თქვენ ეთყობა აი სექსუალური კავშირი გაქვთ ძალიან ძლიერი, ერთმანეთთან ხართ, აი ძალიან აი როგორ არის იცით, აი ძალიან ულამაზესი პოზიცია გამოვიდა, იცით? ნახეთ, ძალეს არკანი, იმპერატრიცა აქ არის და ორიანი თასების. შენგან მინდა მარტო სიყვარული, შენი ენერგია, შენი სითბო, შენი გაგება, შენი თქვათ ეს რა ქვია. ჩემთან მინდა რომ იყო, იმიტომ რომ თქვენ მაგისთვის ხართ, აი რა ვიცი, ესეთი ქალი უძლიერესი ხარ, ულამაზესი ხარ, უკარგესი ხარ და უბრალოდ მინდა რომ შენთან ვიყო. მეტი მე შენგან არაფერი არ მინდა. ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ. იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, აქ ამას აქ რაღაცა ეს ნიღაბი იმისი, რომ ვითომ მაგარი ხარ და ძლიერი და ამ ნიღაბს ამ დროს სული აქ რაღაც ძალიან ესეთი აი უსუსური მინდა რომ ვთქვა, ხო? მაგრამ არის როგორ იცით, აჩვენებს თავს ცივი იმპერატორი ვარ, ანუ შეიძლება უხეში იყოს, შეიძლება თქვათ ახლა გაბრაზებული იყოს, შეიძლება რაღაც ეს არის ნიღაბი მეუბნებიან. სინამდვილეში ეს არის ანუ რაღაცა ბავშვური ენერგიით, რომელიცაც სჭირდება მაგას, აი ზუსტად სითბო გაგება და პლუს კიდე აქ ახლა რა შრობა, იცით რომ უფრო თავის ეგოს რო ასე თქვათ ათამაშებს რა თავის არა. აქ უბრალოდ არის მომენტი, რომ ადამიანს სჭირდება ამაში პროცესები მიდის ახლა რაღაცები და ამიტომ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ახლა თვითონ არის ესეთ მდგომარეობაში, ვაფშე ვერ ხვდება რა ხდება მის თავს, რატო ვიქცევი ასე, რატო ამხელა კაცი ვარ, ვიქცევი აი ასე ბავშვად, ძალიან ბევრი აქ სანერვიულო ამ ადამიანს და ერთი სული მაქვს, როდეს გამოვალ ამ ენერგიიდან რა, უკვე და აი მინდა დავისვენო შენს გვერდით, მინდა შენთან ურთიერთობა, მინდა რომ შენ გამიგო. მაგ ძალიან დიდი იმედი რომ შენ ჩემი გულის ტკენას გამიგებ და მედი მაქვს რომ აი ეს ყველანაირი დეპრესია დამთავრდება. იმიტომ რომ მაგისთვის არის საშენელება ესეთ მდგომარეობაში ყოფნა, იმიტომ რომ მარტო როცა არის, უფრო ცუდად არის. გაიგეთ და აქ რაღაც შანსი მინდა რომ კიდე მომცე, შენი სიყვარულის შანსი, კიდე მომენტი რა, მინდა შენთან მინდა ყოფნა, შენთან სხვა არავინ არ მაინტერესებს მე ნამდვილად. აი აქ სულ უნდა რომ თქვენს გვერდით ეთყობა ეს ადამიანი იკურნება რა. კარგად ხდება თქვენ სივრცეში როცა არის, მაგ დროს ეს ადამიანი არის გრძნობს თავს ძალიან კარგად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ხალი ხარ, ძალა გაქვს ისეთი, რომელიც მას კურნავს, რომელიც მას აძლევს სიმშვიდეს და მაგრამ აი ახლა ეს სიტუაცია თქვენ ეთყობა რაც მაგას უთხარით, ამ სიტუაციამ ძალიან იმოქმედა მაგაზე, მაგრამ დაფიქრე შეიძლება გაქცევაზეც, იმიტომ არის რომ ასე აჯობებს ორივესთვის და მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგად იცის რომ თავს ატყუებს, არაფერიც არ მოიტანს ეს გაქცევა. აქ ეგრევე გვითხრეს რომ აქ არის საუბარი საჭირო და რაღაცა თქვათ ქმედება ყველა ვარიანტში და არა გაქცევა. ამით დავამთავროთ ჩვენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ აქ მოკლე გაშლა გვაქვს და ვეღარ განვიხილავ. ღრმად როგორც მიყვარს ხოლმე, ხო, მაგაზე თუ და გაინტერესებთ შეიძლება იქით მეორე არხზე
განვიხილოთ, ჩემო ლამაზებო, პრინციპში მეგელოდებით როგორც ყოველთვის კომენტარებში მომწერეთ ახლა რამდენად რეზონირდა თქვენ ეს სიტუაცია და თუ მოყვებით თქვენ სიტუაციას ხომ თლად კარგი იქნება. მე ყველაფერს ვკითხულობ, შეიძლება ვერ გპასუხობთ, იმიტომ რომ იცით რომ ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ თქვენს კომენტარებს ყოველ დღე ვკითხულობ, ეს არის ჩემი დიდი სიამოვნება და დიდი მადლობა ჩემო ლამაზებო.